სოფელ ტირძნიში სკოლის შენობაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვების სამედიცინო აქცია გაიმართა. ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა პროფილის 25-მდე ექიმების მომსახურება ადგილზევე მიეღოთ. ჩაუტარდათ კარდიოლოგიური და ეკოსკოპიური გამოკვლევები. პროფესიონალებისგან მიიღეს კონსულტაციები, ორგანიზატორების თქმით, აქ მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, ამიტომ მათ მიზანს ამ ადამიანების თანადგომა წარმოადგენდა. მათივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. გამოცანებული არის 25-მდე ექიმი თბილისიდან წამოყვანილი კლინიკიდან გლობალ მედის საუნივერსიტეტო კლინიკას განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც გაიზიარა ჩემი თხოვნა, რომ დავხმარებოდი დროებით საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაციები, უფასო გასინჯვები, შემდგომში ჰოსპიტალში გაგრძელდება ღრმა კვლევები, თბილისში მიიწვევენ მოკლედ, ასევე ოპერაციებზეც ყველანაირად მიეხმარებიან, ვისაც საჭიროების სამი დასჭირდება და ეს იდეა ზოგადად დაიბადა, იქიდან გამომდინარე, რომ დროებით საოკუპაციო ხაზთან უკრულ ტერიტორიებთან სიახლოვეს ძალიან ფართო მასშტაბური ყველა საჯარო სკოლა, ყველა სოფელი მყავს ხოლმე ჩართული, როგორც რაგბის საერთაშორისო მატჩებზე, ფან-კლუბები, გუნდები ჩამოაყალიბეს, სპორტული ინვენტარებით აღჭურვე სკოლები და დიდი ნდობა მაქვს ხოლმე მოსახლეობის მხრიდან და ასევე სკოლების მხრიდან და მსურდა რომ ეს მოსახლეობის სადმე ნდობა რომ ამდენ ბავშვს ხან 500 ბავშვს მანდობენ, 1000 ბავშვს მანდობენ ხოლმე და მივდივართ ხოლმე თბილისში ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ და მსურდა რომ ეს მადლიერება და გადამეხადა იქი და გამომდინარე ეს ნდობა უკან დამებრუნებინა მადლიერება რომ მე სამედიცინო გამოკვლევები, ასე თქვა, დამეორგანიზებინა. მადლობა საჯარო სკოლის დირექტორს, ხალბატონ დალინას ყდაშვილს, ასევე რესურს ცენტრს, გორის რესურს ცენტრს, იმიტომ რომ სულ კოორდინაციაში ვართ, ასევე თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციაში ეს ყველაფერი მათი მოწონებულიც არის აღნიშნული პროექტი და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ღონისძიებები განხორციელდება სისტემატიურად. გლობალ მედის საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი სოფელ ტირძნიში საოკუპაციო ხაზთან ახლოს მართავს უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციას. ფაქტობრივად წარმოდგენილია ჩვენი კლინიკის ყველა საბაზისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თერაპიული, კარდიოლოგიური, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, ჰემატოლოგიური, პედიატრიული მიმართულებით. ადგილზე ჩატარდება ეხოსკოპიური და კარდიოეკოგრაფიული გამოკვლევებიც. აღნიშნულ მოსახლეობას განსაკუთრებით სჭირდება ჩვენი თანადგომა და მათთვის რთულია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენ მოვსულიყავით მათთან და გაგვეწია სამედიცინო მომსახურება. არ მივდივართ. მაგათ დროს არ ავკარგავთ იმ ტრანსპორტირება და ის გვიდა. ძალიან კარგი. კარგი. მადლობის მეტი რა გვეთქვი. მადლობლები ვარ. ეს აქცია ძალიან საჭიროც იყო და აუცილებელიც. ძალიან დიდი მადლობა, რადგან იშვიათად გვაქცევენ ყურადღებას და ასეთი კარგი მომსახურება, ასეთი კარგი შეხვედრა ნამდვილად წარმოუდგენელია. ძალიან მოხარულები ვიქნებით თუ კიდევ მოგვაკითხავთ, მიტოვებულები ვართ ეს ომისგან დაჩაგრული საზღვრისპირა სოფელია და უფრო მეტი ყურადღება და თქვენაირი ყურადღება აი აქ მოსული ახლა ვინც არიან, არავის არ გამოუჩენია.